აი ნახეთ, ეხლა მე ნიშნულიდან ნიშნულამდე უკვე მაქვს, ნახეთ. ფაქტობრივად ბოლოს მე მოგსოვე თვალი ნახევრად ნამატით, ანუ მეტი პოპკორნი აღარ მაქვს მოსაქსოვი. აბა ვნახოთ, აი თუ გადათვლით 1, 2, 3, 4, 5 პოპკორნი მაქვს. ეხლა ამის შემდეგ როგორც გითხარით, აღარ გავაკეთებთ მატებას, მაგრამ ქსოვას უკვე გავაგრძელებთ სპირალურად, ანუ აი ამ ორ ბოლოს ერთმანეთთან შევაერთებთ. ხო, აი როგორც წინა ჩანთის შემთხვევაში მსგავსი სტილის ის არის ნაქსოვი. უბრალოდ ეხლა ნახეთ. აქ ჩვენ როგორც წესი ვაკეთებდით ხოლმე შემაერთებელი თვალით, მაგრამ აქ აღარ გავაკეთებთ. ეხლა ეს უკვე ითხოვს რომ პირდაპირ გაგრძელდეს. ოღონდ ჩვენ ეხლა თან ნახეთ აქ რა განსხვავებაა. ჩვენ უყუღმა მხრიდან ვაკეთებთ ამ ქსოვის იმას. ანუ ფაქტობრივად აი ესე უნდა გააგრძელოთ. ხვდებით ხო? აი ესე, ჩვენ ხო უკვე შიგამხარიდან უყურებთ, ესე ვქსოვთ. ხო, ამიტომ აი ესე უნდა გააგრძელოთ და მე უნდა გააძვრინოთ ამ ხრელ, ესე იგი, რომ მოგსოვთ ხო რაღაც სიგრძის მილს, ესეთი მილი იქნება, უნდა გააძვრინოთ, რომ წაღმავხარეთ გამოიეტანოთ, ხო? ანუ ცოტა უცნაური ის არის, მაგრამ ეხლა სუმუდივად ჭრას ძაფისას ჯობია ესე მოგსოვოთ ესეთი იმითი სპირალზე მოძრაობით. ეხლა ნახოთ თან როგორ გვაქვს. ბოლოს მოგსოვე როგორც ხედავთ თვალი ნახევრად ნამატით. პირველი თვალი იყო თვალი ნახევრად ნამატით, ამიტომ აქ ხვდებით ეხლა თვალი ნახევრად ნამატით. აი ამაზე გავაკეთებ პოპკორნს, მე გავაკეთებ შესაბამისად პოპკორნის თავზე თვალს ნახევრად ნამატით და ასე შემდეგ. ანუ ესე გავაგრძელებთ ძალიან ესე უწყვეტად. აი ესე გაქვთ. აი ესე. და აი სადაც პირველი, სადაც ნიშნულია. აი ეს არის თქვენი. ნახეთ, თითქოს ესე ჩაიღუნა, აი ესეთნაირად. მაგრამ მე უნდა გააძვრინოთ. ეხლა ეს საკმაოდ ესეთი დრეკადი ძაფია და არ გაგიჭირდებათ რომ გააძვრინოთ. ეხლა ესე იგი შემდეგი თვალი, აი ესე ნახეთ. გვაქვს პოპკორნი. ეს იყო თვალი ნახევრად ნამატით, ანუ ეხლა გვაქვს პოპკორნი. ცოტა დაჭიმულობა არის, მაგრამ არა უშავს, ესე ახლოს რომ მივდივარ. ესე იგი, აი ამ ნიშნულის თვალში, ნიშნულს უკვე მოვხსნი, აღარ დაგჭირდება ეს ნიშნული. აქ უნდა ამოვიყვანოთ პოპკორნი 1, 2, ეს ბოლოები ერთად დაიკავეთ, რომ არ გაგეწელოთ ეს თვალი ძალიან. ხო, ესე. 3 და 4. აი ეს, ой. ეხლა მე 4 ძაფი მაქვს, ამიტომ ცოტა აი ეს. ანუ ორი წვერით რო გსოვ, ამიტომ ესე. ნახეთ, აი ესე იგი 4 და ერთად. ეს რა თქმა უნდა შიგნით უნდა ჩაიხვიოს. ეხლა არ გავაკეთებ მე ამ დაწოლას ხომ, იმიტომ რომ როცა უკვე ამ მილს გამოვაძვრეთ, მე გავაკეთოთ ბოლოს ლამაზად. ეხლა ისევ თვალი ნახევრად ნამატით. აი ესე. ისევ პოპკორნი. აი მომდევნო თვალი. არ გამოგრჩეთ. აი ეს თვლების გარჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზორი ლამაზი გამოგივიდეთ და შეცდომა რო არ მოგივიდეთ, თორე მე წაინაცვლებს ეს თქვენი პოპკორნი და ესეთი რეგულარული ნაქსოვი შეიძლება არ გამოგივიდეთ. აი რა მოვიდა. შემდეგ ისევ პოპკორნი და ასე შემდეგ. მოკლედ უნდა ესე უნდა ვიაროთ წრეზე. მოდით, აბა, აი ახლა აქ ხვდებით უკვე ეს ნიშნულიც აღარ დაგჭირდება, ეს გვერდითა ნიშნული იყო, გახსოვთ, ხო? ეს აღარ დაგჭირდება, მოხსნათ. უბრალოდ ახლა უნდა ესე წრიულად ვიაროთ, რა სიგრძის სახელურიც გინდათ. ახლა სახელური შეიძლება მთლიანი სახელური მოგსოვთ და მე აი აქ როცა ავამაღლებთ, იქ მივამაგროთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ზემოთ, სადღაც ზემოთ
სადაც მხარზე გადასაკიდებელი ადგილია, იქამდე რომ მივიდე, აი ესე ნახევარი და მე მეორე მხრიდან რომ სახელოს დავწყებთ, ისიც მეორე ნახევარი და სადაც წვეროზე მოუწევთ, ასე იგი, მიკერება ერთმანეთთან ამ ორ სახელოს. ესე იგი, პოპკორნების და თვლები ნახევრად ნამატის ამათი მონაცვლეობა. აი ესე, გსოვეთ. ამ ადგილას ნახეთ, დააკვირდით. ცოტა გაწელილი არის თვალი, მაგრამ არ აუშავს. ესე იგი, აქ მაქვს ახლა მე თვალი ნახევრად ნამატით. და აქეთ პოპკორნი. ფაქტობრივად აქ ჩადგება ჩვენი ელვა. და ესე ეხლა აქაც ნახეთ, სანამ მე ახლა ამას ბოლომდე მოვქსოვდე, მე ვფიქრობ, რომ ჯერ მოვქსოვ მეორე ნახევარს. გახსოვთ ხო, წინა შემთხვევაში ელვა რო ჩავდგით, ჯერ ელვა ჯობია რო ჩადგათ და მე გსოვოთ, მაგრამ ახლა აქ პრობლემა ისაა, რომ აი ეს ჩვენი ელვა აი ასე უნდა ჩადგეს, მოდით. აი ეს უნდა გამოაძვრინოთ საბოლოოდ, ხო თქვენ, აი ესე. და აი აქ უნდა ჩადგეს, ამიტომ ჯობია ეს მოგსოვეთ, ეხლა განსაკუთრებული შემთხვევაა, რომ აი ეს ადგილი უნდა მოიქცოვოს და მე გამოძვრეს ეს თქვენი, ესე იგი, მილი უნდა ესე იგი, წაღმამხრით დაიკავოთ და მე ჩავდგათ. მოდით შევხედოთ, აბა, აი ჩემი ელვა, კი, კარგი ზომაა ზუსტად, აი ესე. კარგით, ესე იგი, ახლა ისევ დავაბრუნებ, როგორც ხო, ჩვენ ხო შიგამხრიდან გსოვთ და აი ესე. აი მგონი არ შეგეშლებათ არაფერი აი ესე. ესე გსოვეთ, დააგროვეთ რიგები. აი ნახეთ, აი აქ ეხლა გვაქვს თვალი ნახევრად ნამატით. შემდეგ ისევ პოპკორნი. აი ეს თვალი ძალიან გაწელი არ გამოგივიდეთ, აი პირველ მას ჩაკეტვას როცა ვაკეთებთ ხო სპირალში, იქ ახლოს დაიკავეთ კიდეები, აი ესე გაყევით. აი ესეთი სიგრძე მოვქსოვე მე, აი მე რომ მოიხრება, აი დაახლოებით აი ესე მოვა. ახლა მე მინდა რომ ხარზეთ გადაიკიდოს, ამიტომ მინდა რომ ცოტა გრძელი იყოს. თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო გრძელიც მოგსოვთ. ახლა მე ფიქრობ რომ აი ესეთია. შეიძლება ფლათ ეს თავისუფლადაც არ გადაიკიდოს, რომ ფაფუკია თვითონ ეს ნაკსოვი და გარკვეული სისქემი აქვს. ახლა მოდით მე გეტყვით აქ აი სადაც ნახეთ ეს ნიშნული კიდე დარჩენილი მაქვს, ამას მოვხსნი. ეს იყო ბოლო, სადაც მატება გავაკეთეთ, ხო? აი აქ ხედავთ გადაბმა სადაც არის. აქ უკვე სპირალზე მოვხსოვეთ და მოდით ნახოთ რიგების რაოდენობა. 1 2 3 4 5 6 7 8. ანუ პოპკორნებს ვთვლი, ხო? ეს ფაქტობრივად პოპკორნებს შორის არის ის თვლები ნახევრად ნამატით, მაგრამ რიგების მიხედვით 8 არის ესე იგი. 8 რიგი მოვხსოვე. შეგიძლიათ უფრო მეტი, მე გირჩევთ რომ კიდევ უფრო მეტი მოვხსოვოთ. მე ახლა თან ძაფიც ისე მაქვს, რომ საკმარისი შეიძლება არ იყოს. ახლა აქ მე არ მომიჭრია ჯერ ძაფი და ბოლოს მოვხსოვე მე თვალი ნახევრად ნამატით. და რა თქმა უნდა კვანძი უნდა გავაკეთოთ. ეს გადმოვატრიალი, ახლა ხვდებით ხო, ესენი ბურთებიც ესე ესე გამოვაძვრინი, უფრო ნახეთ ახლა ეს ჯერა რომ მეჩვენებია, მაგრამ ეს რო ვიყო, აი ამაში იყო და აი კიდე ჩავიყვანი და გამოვიტანი უკვე რა, ესე მოკლედ უკვე მზად გაჩვენეთ. კამერის წინ ცოტა ის არის ხო მოუხერხებელი ესეთი მოძრაობების გაკეთება და აი ახლა მოდით, აი ეს არის ჩემი თვალი ახლა. რო გაჩვენოთ. ეს თვალია. ეხლა ამ ძაფს მე მოვჭრი
ნუ შეიძლება ცოტა გრძელი დატოვოთ, რომ მისაკერებლად გამოიყენოთ. მაშინ აი ეს დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი მიკერება ადვილია, არ არის არ ბევრ ძაფს არ მოითხოვს. აი ეს უკვე გამოვჭერეს ძაფი. და აქ ჩვენ ბოლოს მე გავაკეთე თვალი, ესე იგი, ასე ვქსოდით, ხო? ეხლა უბრალოდ გაძვრენილია უკვე ამ უგუღმა მხარეს რო უყურებდით და თვალი ნახევრად ნამატითაც მოგხსოვე და ნახეთ კიდევ შემაერთებელი თვალი მოგხსოვე. ეხლა აქ მე აი ესე პირდაპირ ამ ძაფის ბოლოს გამოვიტან და ეს გამოგვადგება უკვე და გაიკვანცა ეს გამოგვადგება ეს ძაფის ბოლო მისაკერებლად. აი როცა მეორე მხარეც გვექნება მზად. მანამდე ეხლა მე მაინც გირჩევდით რომ თქვენ სანამ დაიწყებთ მეორე მხარის მოგხსოვას, აი სანამ ეს ღია გაქვთ ეს ადგილი, უბრალოდ უნდა მოგხსოვოთ, დავიწყოთ მოგხსოვა, ოღონდ ბოლომდე აი სპირალზე მოძრაობა არ დავიწყოთ ჯერ, სანამ ელვას არ მიაკერებთ. ესე იგი, მოდით ეხლა მე გააჩვენებთ და ანუ დაწყებას, ეს გახსოვთ სადა ეს ორი ნიშნული, ეს არის აი აქედან 4 იმის პოპკორნის შემდეგ, აქეთაც იგივეა. ხო, ანუ ეს ადგილებია, საიდანაც უნდა დავიწყოთ ჩვენ ქსოვა. ამიტომ ახლა აქ ჩვენ როგორც გახსოვთ, ვქსოვდით შიგა მხარიდან და დავიწყებ აი ამ ნიშნულიდან, აქედან არა, აი აქედან, იმიტომ რომ უნდა უყუროთ ჩანთის შიგა მხარეს. კარგით, ეს აქ სადაც გქონდა, აი ეს 1 2 3 4, ამის შემდეგ იყო ჩამაგრება, ხო, ნიშნულის. ეხლა აქ შევხედოთ. აქ გვაქვს ჩვენ პოპკორნის თავი, აქეთ არის თვალი ნახევრად ნამატით. ამიტომ ჩვენ ახლა ვიწყებთ თვალით ნახევრად ნამატით, ეს პოპკორნის თავზე უნდა გავაკეთოთ, ანუ ნიშნულის შემდეგ. აი ეს. და ვიწყებთ ჩვენ ქსოვას. პირველი თვალი. აი ესე გამოწელეთ და იგივეში თვალი ნახევრად ნამატით. აქ უკვე ჩავარჯოთ ეს ჩვენი ნიშნული. აქ აღარ გვჭირდება ჩვენი ადგილი უკვე გავიარეთ. შემდეგ იქნება თვალი პოპკორნის თვალი. აი აქ მომდევნო თვალში. და ასე შემდეგ ისევ თვალი ნახევრად ნამატით პოპკორნის თვალი. აი როგორც მეორე ნახევარი მოგხსოვე. პროსვეთ პირველი ნახევარი, ხო? ეს მეორე ნახევარია ახლა. და ესე მიაწეკით უკარო გავიდეს, რომ წაღმავხარეზე ლამაზად გამოჩნდეს. შემდეგ თვალი ნახევრად ნამატით. ისევ პოპკორნი. და გახსოვთ ახლა უკვე ხო, რახან ერთი მხარე უკვე მოგხსოვეთ, უკვე ეს ნიშნულამდე სანამ მიხვალთ, იქაც უნდა დამთავრდეს თვალით ნახევრად ნამატით. და მერე შემაერთებელი თვალი და დასრულება ხო, იქ და მოვჭრათ ძაფი, შეუმჩნეველი დასრულება გავაკეთოთ. ესე იგი, აი ესე მოგხსოვეთ ახლა თქვენ სანამ არ მიხვალთ, ესე იგი, იმ ადგილას, რომ რიგში, აი ნიშნულიდან ნიშნულამდე გექნებათ 5 პოპკორნი. აი მაგ შემთხვევაში უკვე მაგ ადგილას სანამ დაიწყებდეთ სპირალზე ქსოვას, როგორც მეორე მხარეს ვაკეთეთ, ხო? ჯობია მივაკეროთ მაგ პერიოდში მივაკეროთ ელვა. აი ეს იქნება ძალიან მოსახერხებელი, თორემ მერე კი შეიძლება ყოველთვის ელვის მიკერება, მაგრამ ჯობია რომ უფრო გახსნილი გაქვთ ეს ზედაპირი ჩანთის და მოხერხებულია თქვენთვის უბრალოდ. აი ესე გაყევით მოკლედ ესე, სანამ არ მიხვალთ ნიშნულამდე. აქ მიხვდებით ნიშნულამდე რომ მიხვალთ, ბოლოს უნდა მოგხსოვოთ თვალი ნახევრად ნამატით და შემდეგ თვალში როგორც გითხართ, იქ თვალი ნახევრად ნამატით სადაც გიქნება ჩაამაგრეთ ნიშნული, ეს ნიშნული იქ გადაიტანეთ, ხოლო მომდევნო თვალში შემაერთებელი თვალი და ისიც შეუმჩნეველი დამთავრება, როგორც ვაკეთეთ აი ამ მხარეს, ხო?
კარგით, აი ესე გააგრძელეთ ახლა. და როგორც გითხარით, როცა დაგრჩებათ 5 პოპკორნი ამ ნიშნულებს შორის, მაგ დროს გავაკეთოთ ელვა, ჩავსვათ ელვა. მე ახლა ელვის მიკერებას არ გაჩვენებთ, უბრალოდ მიკერებულს გაჩვენებთ მერე უკვე მზად, რომ დრო არ დავკარგოთ. აი ნახეთ, ახლა მე უკვე აი აქ მივაკერე კიდეც ეს ელვა, მოდით გაჩვენებთ ახლა. ეს ადგილი უკვე მზად ქონდა, ხო? აქეთ ხედავთ, ნახეთ 1 2 3 4 5, აი 5 პოპკორნი მქონდა, იქ გავაჩერი, აი აქ თვალი მაქვს, ნახეთ. ესეთი და აი ამ დროს უნდა მიაკეროთ თქვენი ელვა, ესე იგი, აი აქ. თან ნახეთ როგორ, სადაც გახსნილი მხარე გაქვთ, ანუ აქ ახლა შეკრული მხარე რახან არის, აქ აი შეკრული მხარე ელვის მივამაგრე და აქეთ გახსნილი მხარები უფრო ადვილადაც ემაგრება. აქ ხედავთ ცოტა მომრჩა მე ელვა, მაგრამ ეს შევა აი თვითონ სახელურში. არ არის ეს პრობლემა. ახლა მე მინდა რომ გავაგრძელოთ ჩვენ და უკვე სპირალზე გადავალ აი აქ. და თან ამას გაჩვენებთ, ხო? იგივე წესით, როგორც მეორე მხარეს, უბრალოდ აქ რა გერიოთ, თქვათ, ელვის გამო. ესე იგი, ჯერ ელვას მიაკერებთ, მერე უკვე გააგრძელებთ აი მილის ქსოვას, რომელიც ესე სპირალზე მოძრაობით იქსოვებს. აი ეს თავიდან თუ გიშლით, ჯობია ეს ელვის ბოლოები ქვემოთ მოახვედროთ. შეიძლება თქვენ არც მოგრჩეთ ამდენი ელვის ბოლოები, ესეთი ჩემი 1-2 სანტიმეტრი მომრჩა მე. კარგით. ესე იგი, ახლა მე აი აქ მოვედი, ხო? და როგორც აი მეორე მხარეს გავაკეთე, აი ესე უნდა მოხაროთ. აი ეს, ხედავთ? ალბათ ესენი აი ეს უგულებელ ყავით ესენი ჯერჯერობით აი ესე. ეს ელვის ბოლოებს არ მიაქციოთ ყურადღება. ახლა მე ბოლოს მაქვს მოქსოვილი თვალი ნამატის ნახევრად ნამატით, აი ეს თვალი, აქეთ პოპკორნი იყო, მერე იყო თვალი ნახევრად ნამატით და 5 პოპკორნი გაქვთ, აი ესეთი. ახლა შემდეგი თვალი უნდა იყოს პოპკორნი, ხო? ამიტომ გახსოვთ დასაწყისიც ჩვენი ახლა აქ მოხსენი, აი ეს არის, აი ეს თვალი არის ნიშნული სადაც იყო. ეს იყო თვალი ნახევრად ნამატით. ახლა იქ რა თქმა უნდა ამოვიყვანთ თვალს ესე იგი პოპკორნი თვალი ესეთი, ანუ მოდით აი ესე კარგად. აი ესე. ეხლა ჩვენ გვინდა 4 ნახევრად მოქსოვილი სვეტი. ცოტა ეკრანის წინ ჭირს ამის გაკეთება, მაგრამ ეხლა აქ ჯობდა რომ მე დამეტოვებინა საჩვენებლად, მაგრამ რაღაც მიშლიდა ელვის მიკერებისას ეს ნიშნული. ესე იგი ნიშნული რომელშიც გაქვთ ხო? აქ თვალი გაქვთ თქვენ ნახევრად ნამატით. თან ახლა დაკიდებულია. ამიტომ ცოტა აი ეს თვალი. აქ უნდა ამოიყვანოთ ესე იგი 4 ნახევრად მოქსოვილი სვეტი. 1 2 3 და 4. ამას რო გავივლით, მერე უკვე ადვილია. ამადგეს. ესე იგი ეს ყველა ერთად, აი ესე. შემდეგ იქნება თვალი ნახევრად ნამატით, მომდევნო თვალში. შემდეგ იქნება ცოტა ძაფი დამრჩა უკვე, იმედია რომ მეყოფა ბოლომდე. შემდეგ იქნება ისევ პოპკორნი. აი ახლა უკვე სპირალზე გავედით ჩვენ და სულ ესე წრიული მოძრაობებით, როგორც მეორე მხარეს გსოვეთ, იგივე სიგრძის მილი მოგსოვეთ, როგორც იქით მხარეს გქონდა, რომ ეს ერთნაირად. მე ესე ვფიქრობ, რომ შეერთების ადგილი იყოს აი მხარზე პირდაპირ, სადაც გადაიკიდება. სასურველია რომ შეუმჩნევლად დავამთავროთ, რახან ეხლა კვანძი არ გვექნება. იმიტომ რომ ეგ მაინც სქელი ნაგსოვია კიდევ კვანძი, აი როგორც წინა ჩანთაზე ხო იქ
ნასკვი გავაკეთეთ და ის ფარავდა იქ შეერთების ადგილს. კარგით, ესე გაყევით ახლა პოპკორნების და ნათვლები ნახევრად ნამატით. ამათი მონაცვლეობა გჭირდებათ. აი ახლა მინდა გაჩვენოთ, ნახეთ, აი ესე გვაქვს ხო, ეს მილი მოქსოვილი, რომელიც აი ახლა უნდა გავატაროთ, ქვემოთ ჩამოვიტანოთ, ხო, ის მეორე მხარეს გამომრჩა რომ ეჩვენებინა. აი ესე, ნახეთ, აი ეს ნახს ესე შიგნით შევიტან და აი მოვკიდებ ესე ბოლოს და აი ესე. ეცადეთ რომ აი ესეც შეიძლება აი თავს დააწვეთ, აი თავიდან ჯობია ესე, აი ესე. და ნელ-ნელა ესე გამოვატაროთ. და ქვემოთაც იგივე სივიწროვისა, როგორც ზემოთ გაქვთ და ესე იგი მთლიანი სისქის პოპკორნების გატანა არ არის ადვილი, მაგრამ აი ესე გამოაძვრეთ. კარგით, აი ეს. ეხლა აქ რა თქმა უნდა ესენი ძაფები აქეთ შიგნით უნდა მოხვდეს ყველა ძაფი. და თან ამავდროულად აი ეს პოპკორნები მე ხო გახსოვთ ესე გითხარით მე გავასწორებ თქო აი ასე აქეთ გამოვიტანოთ ეხლა შიგნით იყო იმიტომ რომ ისე ვგსოვდი რომ თითქოს შიგა მხარეს ხდებოდნენ ესეთი ჩაღმავებები ახლა ესე გამოვიტანოთ გარეთ სულ ყველა და ეს ძაფებიც გავიტანოთ უკან აუცილებლად აქ ახლა მე გადაბმები მქონდა და ამიტომ ახლა ამასთანავე ეს თქვენი ელვის ბოლოებიც რა თქმა უნდა შიგნით უნდა შეძიოთ ну შეგიძლიათ მიაკეროთ რომ უფრო ანუ როცა ნახეთ თან კიდევ მე რა გავაკეთე აქ სანამ მივაკერე მე ელვა აქ იგივე ადგილი არის ნახეთ აქ ცოტა ეს ძაფები გაწელილია იმიტომ რომ აქედან როცა სპირალურ ქსოვაზე გადავედით ეს თვალი ცოტა იწელება იმიტომ რომ აქეთ დიდი მანძილია და სანამ შეაერთებთ ნახეთ აქ მე ჩავკერე აი აქეთ ამ მხარეს ჩავკერე აქაც შეგიძლიათ აი ეს ადგილი მხოლოდ ესე ცოტა მიაკეროთ ერთმანეთზე და თან ეს ელვის ბოლოებით შეგიძლიათ მიაკეროთ. მე შავი ფერის ძაფით გავაკეთე, ეს ისე ყავისფერი ჯობია, რა თქმა უნდა. და თან ეს პოპკორნები, რა თქმა უნდა, გარეთ ამოვიტანოთ სულ ყველა. ამის შემდეგ უკვე ჩვენ უნდა მივაკეროთ ეს ორი სახელურის ბოლო ერთმანეთს. აი ეს. სულ ყველა ეს პოპკორნი გამოვიტანოთ, რომ მე რომ მივაკერებთ უკვე ცოტა მოუხერხებელი იქნება აქ შესვლა უკვე. აი ეს. ყველა პოპკორნი იყოს გარეთ ორიენტირებული ესე ფაფუკი ნაწილით. აქაც ხონდაკ ახლა აი ეს ცხელად რომ აი ეს. მე მგონი ყველა პოპკორნი ასე თუ ისე გარეთ არის უკვე გამოსული. აი ესეთია. ეხლა ეს ადგილები ჩვენ უნდა მივამაგროთ ერთმანეთს აი ესე. აი ეს. მოდით შევხედოთ. ცოტა ეს მოკლე მეჩვენება, მაგრამ ჩემი ძაფი უკვე დამთავრდა. სულ ეს იყო. ესე იგი აქედან ჩვენ რამდენი ქონდა? 1 2 3 4 5 6 7 8 8 პოპკორნი. აქეთ მე მგონი ნაკლებია. 1 2 3 4 5 6 7. კიდევ ერთი რიგი იყო საჭირო, მაგრამ მეტი ძაფი მე აღარ დავჭა. ამიტომ რაც მაქვს ამითი აი ესეთი ფორმა იქნება. ახლა ხვდებით რომ რაც უფრო გრძელს გააკეთებ, ცოტა უფრო მხარზე ადვილად გადაიკიდება. ეს კი ნამდვილია. ახლა მოდით ამას მე შევკრავ, უკვე ეს გავასწორეთ ხო ყველაფერი. რომ შევხედოთ აი ესე აი ესე უნდა მივაკეროთ აი ესე ძალიან სიმპათიური ჩანთა უბრალოდ აი მხარზე გადაკიდებისთვის მე მგონი კიდევ მეტი სიგრძე იყო აქ საჭირო აი ეხლა მე გეტყვით აქ ხო რიგი გვაქვს პოპკორნების აი მას შემდეგ რაც სპირალზე გადავედით აქეთ მაქვს 7 ხო აი მე გეტყვით რომ დაახლოებით 9
და 9. ეს იქნებოდა ძალიან ის იდეალური იქნებოდა. თუმცა აი ესე ლამაზად გამოიყურება ხედავთ აი ესეთ შეკრული, მაგრამ მე ვამბობ რომ აი ეს აქ რომ ხარი ძალიან თავისუფლად ხარზე გადაიკიდოთ. აქ კიდევ ერთი რიგი, აქ 2 რიგი რომ დაგვემატებინა იქნებოდა ძალიან კარგი. მაგრამ აი ხლა მოკლედ ამას აღარ შევწუხდებით ამაზე და გავაგრძელოთ, ხო? მოდით აქ ცოტა არათანაბარია ეს. ეხლა აქ პრინციპში ერთი ძაფითაც შეიძლება, მაგრამ მოდით იყოს 2 ეხლა ბოლოები რომ მაინც ერთნაირად იყოს აი ეს. ეხლა აქ ერთი პოპკორნი არ მოიქცევა, ამით რომ დაგვემატებია ეს არ უშველის ეხლა, მაგრამ ხო როგორც გეუბნებით, ერთი რიგი აი პოპკორნების რომ დაგვემატებინა, აქეთ 2 რიგი იქნებოდა ძალიან კარგი სიგრძეები მაგ შემთხვევაში. ვფიქრობ რომ ძალიან წკიპ-წკიპზე არის აი ესეთი, უფრო ეს არის ეხლა მე რაც გამომივიდა დაახლოებით იგივე რაც აი ეს შავი, ნახეთ? უბრალოდ ამას ძირი ქონდა 1, 2 თუ 3 თვალით ნაკლები და შესაბამისად უბრალოდ პროპორციები, აი ჩემი ხელი ესეა, აი ეს. პროპორციულად პატარაა, მაგრამ მე მგონი რომ ეს სახელურიც როგორც ეს მაჯის არის, ესეც ასევე გამოდის. ნახოთ მე ვცდი თუ მხარზეც გადავიკიდე. ესე ეხლა ასე ხო, როგორც აი წინა ჩანთის შემთხვევაში, ესე იგი როცა ბრტყლად გიდევთ 2-ვე სახელური, აი ესე უნდა მიიტანოთ ერთმანეთთან, ხო? ეხლა მე რახან აი იქ ვარ, აი აქ, ხო, სადღაც აქაც მოვდივართ, მის მოპირდაპირეთ, მიახლოებით, აი აქ ვართ. აქ ცოტა იხოს ეს თქვენ ატყობთ, მე მგონი, ხო, ცოტა აი როგორც აქ მოდის უზორები, აქაც ნახეთ, აი როგორ ესე მიდის, ხო, ეს პოპკორნები. ამიტომ თავარია რომ თავისუფლად ერთმანეთთან მივიდნენ, აი ეს არის მნიშვნელოვანი. კარგით, აბა ვნახოთ ახლა. ვფიქრობ რომ აი ესე კარგად იქნება. აი ესე. დააბრწყელეთ და აი ეს, ხო? აი ეს. ესე იგი. აქ ეს ხო სპირალური მოძრაობით ვაპირებ რომ მივაკერო ერთმანეთს. ესე შედით 2 კედელში მაინც, ანუ თლად ერთ ძაბში ნუ შეხვალთ ხოლმე, ხო? კარგით ესე. ეხლა ეს ამოვიდა ხო აქედან, აქეთ ჩავალ. მომდევნო თვალში. მგონი ჩანს ხო? აქეთ შემდეგი თვალი გვინდა. აი ეს იყოს. ესე ჩავედი. აქეთ ამოვიდით. აი უკვე აი აქ ვარ. აქ უკვე თვლებს გაარჩევთ თქვენ თვითონ, მე მგონი სად გაქვთ მეზობელი თვალი, რომ ერთ თვალში 2-ჯერ არ ჩახვიდეთ. აქ ჩავედი და აქეთ უკვე აი აქეთ წამოვედი. შევხედოთ, ცოტა დიდი თვლებია და ცოტა შორშილება მოგეჩვენოთ რომ გადავხდით, მაგრამ აი აქ ხო ვიყავით, ეხლა შემდეგი თვალი უკვე აქეთ არის. აი აქ ჩავედით. ანუ მხოლოდ ერთ თვალში ჩავედი, ეხლა ერთმანეთს არ მიაკეროთ ეს უკანა მხარე, ხო? აი ესე. ესე, ეხლა უნდა ამოვიტანო უკვე აქ ნახეთ, აი აქ ვიყავი ბოლოს, ეხლა შემდეგი არის აი აქეთ. აი ესე შემოვარეთ ეხლა. აი ჩვენი ჩანთა სად არის, ნახეთ? აი ესეთი ჩანთა. აი ესეთი სახელურით. ну ესეთია საკმაოდ ხელში დასაკავებლად. არ არის მძიმე ნამდვილად. ხარზეც გადავიკიდე, იყიდება უბრალოდ ვფიქრობ რომ პალტოზე არ ვიცი რამდენად ესე მხარზე პირდაპირ
შიშველზე ესე კი გადაკიდება შესაძლებელია. მაგრამ ესეთი პალტოზე ცოტა შეიძლება გაუჭირდეს, მაინც გირჩევთ რომ უფრო ოდნავ გრძელი გააკეთოთ. აი ეს სახელური ესე იქ სადაც უკვე მატებას აღარ ვაკეთებდით სპირალურად, რომ ვგსოვდით ის ადგილი. მოდით აბა შიგნითაც ვნახოთ. როგორც გითხარით, ეს ადგილი სასურველია რომ მიაკეროთ. აქ მიკერებული მაქვს ახლა მოდით, აი აქეთ. აი აქ არ მაქვს მიკერებული, ნახეთ კიდევაც ჩანს, აი ცოტა გაწელილია ეს ადგილი, აი თვალი სადაც არის, აი ეს, ხოლოდ აი ეს ადგილი ერთმანეთს მიაკერით, უფრო ესე ლამაზად გამოიყურება მაგ შემთხვევაში. ეხლა გეტყვით ძალიან ისეთია დრეკადი და საკმაოდ ესეთი შიგნითაც საკმარისი სივრცეა ნამდვილად, ფაფუკია თბილი. და ხა თოვლიანი ამიდისთვის ძალიან ისეთია პალტოზე ლამაზი ჩანთა არის შეხებითაც ესეთია ეს ჩემი შავი ჩანთა ცოტა პატარა ამასთან შედარებით და ესე თორე ისე ახლა ვფიქრობ რომ აი ეს ადგილი ოდნავ დიდი აქ რა თქმა უნდა აქ უფრო მეტად მხარი შედის ვიდრე აქ მაგრამ აი ესეთი ჩანთებია უკეთ ერთნაირი სტილის არის უბრალოდ აქ არის ცოტა ადრე დაწყებული ეს გაჩერების ადგილი აქ ფაქტიურად იგივენაირად სამი რიგი მაქვს გაკეთებული სადაც ვაკლებთ ხო თითო პოპკორნებს მე უკვე იგივენაირად გრძელდება და აი აქ არის შეერთება აქეთაც იგივენაირად თავდაპირველად არის ნაკლები რაოდენობა თვლების ეხლა ეს დამოკიდებულია თვითონ ძაფის სისქეზე ეს ცოტა სქელი ძაფი იყო მაგრამ აქ ორი წვერი და აქ ერთი წვერი ფაქტიურად მე მგონი ერთნაირად გვადლევს ესე ვფიქრობ. კარგით. აუცილებლად სადაც ძალიან მოდური ჩანთებია და ესეთი კომფორტულიც. წარმატებები ყველას მომავალ შეხვედრამდე.